ხოჩალადეხ გუმორცგუა შიბზია სამწუხაროდ სხვა ენებზე არ ვთვლობ ცოდნას და ვერ მოგესალმებით. ჩემი გულითადი სალამი ყველა თქვენთაგანს და გილოცავთ მართლაც შესანიშნავი პროექტია და დღეიდან თქვენ შეაბიჯებთ იმ შეიძლება ითქვას ჯადოსნურ სამყაროში, რომელიც ასეთი საამაყო, ასეთი ემოციური, ასეთი მშობლიური, მაგრამ რეალურად ხელჩასაჭირი შეიძლება ბევრისათვის არც იყოს. ვინაიდან ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ ეს ქართული წარსული, ეს კავკასიური ტრადიციები, ეს რაღაც ნათესაობა მოჩვენებით თუ რეალური, ეხლა არ არის უკვე აქტუალური 21 საუკუნეში ტექნოლოგიების ხანაში და ასე შემდეგ. არადა სწორედ ამაშია საქმე. ბავშვებო, ახალგაზრდებო, განსაკუთრებით უმცროსი თაობის წარმომადგენლებო, რომლებიც დღეს აქ ხართ. იმისათვის, რომ თქვენი თავი მოიწონოთ უცხო საზოგადოებაში, საზღვარგარეთ, ან თუნდაც საქართველოში, სადმე წარმოაჩინოთ თქვენი თავი საუკეთესოდ, მერწმუნეთ, პირველ რიგში მისაბაძი იქნება და მისასალმებელი, როდესაც ეცოდინებათ ვინ ხართ თქვენ თავად. საიდან მოდიხართ? თქვენი თავის თვით იდენტიფიკაცია შეგეძლებათ სწორად. რას ნიშნავს იყო ქართველი? აი რას შეიცავს ეს? რასთან იჭმება უკაცრავად ასეთი ფრაზისთვის? ან ვინ არიან ის ხალხები, ვინც ჩვენთან ოდითგანვე ცხოვრობენ, თანაცხოვრებაში ვართ? ქურთებთან, სომხებთან, აზერბაიჯანელებთან, ჩერქეზებთან, რუსებთან, ესტონელებთან, უკრაინელებთან და სხვებთან. გვაქვს დაძაბულობა თუ არა? იყო ეს თუ არა? საიდან მოდის, რატომ? რა გვაქვს საერთო? რა გვაქვს განსხვავებული? რატომ არის პრობლემა? ან იქნებ არც არის ეს? ამ კითხვებზე პასუხს თქვენ შეისაძლოა მთელი ცხოვრებაც კი დასჭირდეს რომ გასცეთ, მაგრამ ამ სახლში, ამ სივრცეში თქვენ ბევრ კითხვაზე მიიღებთ ძალიან კომპეტენტური ადამიანებისგან პასუხს. თქვენ აქ ისწავლით ურთიერთობას თაობებს შორის, პატივისცემას, უფროსი ადამიანებისგან უმცროსების მიმართ და თავიანთ თანატოლების მიმართ. თქვენ ისინი პრაქტიკულად გაჩვენებენ იმ უძველეს ქართულ და კავკასიურ ტრადიციებს, როგორ სცემდნენ პატივს უფროსები უმცროსებს, როგორ დგებოდნენ, როგორ არ მიუშვერდნენ ზურგს და ასე შემდეგ. დღეს ამ რამეს არ ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ მერწმუნეთ, ამ პროექტის შემდეგ ყველა თქვენთაგანი უფრო მდიდრები, უფრო წარმატებულები და უფრო დიდი სიყვარულითა და ცნობიერებით გაახვალთ სამყაროში და ჩაეხუტებით ყოველ ჩვენს თანამემამულეს და მეზობელ ხალხს. გისურვებთ წარმატებებს და გისურვებთ, რომ შემეცნების პროცესი თქვენთვის იყოს სასიამოვნო და ბედნიერებისა და სრულფასოვნების მომტანი. ცოდნა უბრალოდ ცოდნისთვის არავის არ სჭირდება. ეს ცოდნა იმისათვის გეძლებათ, რომ თქვენ სიყვარული და მშვიდობა განავცოთ თქვენს ირგვლივ. წარმატებით.